დღეს ბათუმის ნავსადგურში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ხომალდი მაუნთინ უითნი შემოვიდა. ხომალდი ბათუმს დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ეწვია და მისი მიზანი საქართველოს სანაპირო დაცვის კომბინირებული წვრთნების გამართვაა. ასევე ნატოს მოკავშირეთა საზღვაო ტაქტიკური სახელმძღვანელოს მიხედვით ალბებით სიგნალების გადაცემის წვრთნებია დაგეგმილი. ამერიკელ სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დირექტორი პოლკოვნიკი კობა ბოჭორიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დახდნენ. ხომალდს დღეს საღამოს ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ეწევა. გემი მაუნთინ უითნი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 3 დღეს გაჩერდება. უფრო ცალ-ცალ დეტალები ჩვენს მთავარ გამოშვებაში. ჩვენი ვიზიტი არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის გაღრმავების კიდევ ერთი მაჩვენებელი და დასტური იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია წვრთნები. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს და აჭარის მთავრობას გულითადი მასპინძლობისთვის. გრძელდება თანამშრომლობა საქართველოს და ამერიკას და ნატოს შორის ურთიერთობებში, ეს სხვადასხვა მიმართულებით აისახება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ და ეს გამოხატულება იმისა, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის მიმდინარეობს ყველა მიმართულებით თანამშრომლობა და ერთ-ერთი მიმართულება არის სამხედრო მხარდაჭერა.